საწვავი გაძვირდა ბენზინზე ფასი ზოგიერთმა კომპანიამ უკვე 10 თეთრით გაზარდა, დიზელი კი ყველა კომპანიამ 5 თეთრით გააძვირა. ამის მიზეზად ნავთობ კომპანიებსა და ნავთობ იმპორტიორთა კავშირში საერთაშორისო ბაზარზე ფასების მატებას ასახელებენ. რა არის მოსალოდნელი საწვავის, არის თუ არა მოსალოდნელი საწვავის კიდევ უფრო მეტად გაძვირება და როგორ ხსნიან ექსპერტები საწვავის ღირებულების ზრდას, ნანუკა იორდანიშვილი არკვევდა. ბენზინისა და დიზელის ფასი 5-10 თეთრით გაიზარდა. ეკო ჯორჯიაში ევრო რეგულარი 2 ლარი და 20 თეთრი გახდა. ეს ფასი გუშინდელთან შედარებით 10 თეთრით მეტია. ჯერჯერობით სხვა კომპანიებში ბენზინის ფასი იგივეა, თუმცა დიზელის ღირებულებამ ყველგან 5 თეთრით მოიმატა. ეკო ჯორჯიაში სატელევიზიო კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, თუმცა ამბობენ, რომ ბენზინისა და დიზელის გაძვირება საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდამ და პორტის მომსახურების $6.5-დან $45 გაზრდამ გამოიწვია. საწვავზე ფასების მომატებას საერთაშორისო ბაზარზე ბენზინის გაძვირებით ხსნის ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეც. ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ ბენზინის ფასს სხვა კომპანიებიც გაზრდიან მას შემდეგ, რაც იაფად ნაყიდი მარაგი ამოეწურებათ. ყოველ თვის განმავლობაში, როგორც ბენზინის, ისე დიზელის საწვავზე მომატებულია სადღაც $60-70 ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მატება, მინდა გითხრათ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კომპანიები, როდესაც პირდაპირ და მთლიანად დამოკიდებული არიან სწორედ ამ საერთაშორისო ფასებზე, იმიტომ რომ მნიშვნელობა არა, რომელ ქვეყანაში ხდება საწვავის შეძენა, ეს აზერბაიჯანის რესპუბლიკა იქნება, ევროპული ქვეყნები იქნება, საწვავის შეძენა ხდება საერთაშორისო ფასებით. ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ პრობლემა უფრო მომხმარებლის გადახდის უნარიანობაშია, ვიდრე ბენზინის ფასში. ის ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე არასტაბილური ვითარების გამო კომპანიები თავს იზღვევენ და საწვავს ძვირად ამიტომაც ყიდიან. საერთაშორისო ბაზრებზე არის ძალიან არასტაბილური ვითარება და ურჩევნიათ, რომ გარკვეული, ესე რომ ვთქვათ, გარკვეული მარჟა ქონდეთ იმისათვის, რომ ხვალ რო ფასები რადიკალურად გაიზარდოს, გარკვეული ბალიშის სახით, გარკვეული მარჟა მათ ქონდეთ, რომ შიგა ბაზარზე ეს ძალიან მკვეთრი ნახტომით არ გაიზარდოს და ამაში არის რაღაც ლოგიკა. მონოპოლია ბაზარზე ამ მიზეზით ხსნის ბენზინის გაძვირებას კიდევ ერთი ექსპერტი ლადო პაპავა. ის ამბობს, რომ საქართველოში არსებული კომპანიები ფასებს ერთმანეთთან შეთანხმებით ზრდიან. ლადო პაპავა ამბობს, რომ საწვავის ფასების მატება ბენზინზე პოლიტიკური ზეწოლის შედეგიცაა. მათ აქვთ არაფორმალური ეგრეთ წოდებული ნებაყოფლობითი შენატანები სხვადასხვა არასამთავრობო ფონდებში, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ღონისძიების დასაფინანსებლად. აქ არ არის საუბარი, რომ მანდამაინც იქ ცენტრალური ბიუჯეტიდან თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ესა თუ ის ღონისძიება. ასევე მსხვილ კომპანიებსაც აქვს შეწერილი, იქნება ეს ბენზოგასამართი კომპანიები, ნავთობ პროდუქტების კომპანიები, თუ იქნება ფარმაცევტული კომპანიები თუ სხვა. ასე რომ ესენი სულ ყველა ამ მდგომარეობაში არიან და როცა ბუნებრივია მათ აქვთ ეს შეწერილი ეგრეთ წოდებული ნებაყოფლობითი შენატანები სხვადასხვა ფონდებში, მე ისინი თქო უნდა ფასს უმატებენ. საერთაშორისო ბაზარზე ბენზინისა და დიზელის ფასის მომატების ტენდენციის გამო ქართველი ექსპერტები საწვავის კიდევ უფრო გაძვირებას ვარაუდობენ. მათი თქმით, ბენზინის ფასი უახლოეს დღეებში კიდევ 5 თეთრით მოიმატებს.